კარაკა, ჟანგიანი, კულა, კოხტა. კურდები არიან, ანუ ამას არა, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც აი ამ კლანების რაღაც წარმომადგენლები არიან და ჩვეულებრივად ხრავენ ამ ყველაფერს, რაც სიტყვაზე არ უნდა იხრებოდეს. დავით წეწვაძე მეტსახელად კარაკა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში ეგრეთ წოდებულ გორის მამების რიცხვში მოიხსენია. ის ამჟამად ტურიზმის ცენტრ ტონთიოს მენეჯერია. ამბობს, რომ ოქრუაშვილის ბრალდებებმა მისი გაკვირვება გამოიწვია. კომპიუტერთან გადავჭიქით და კიდე გადავამოწმე მართლა მიმაგწერა თუ არა. არანაირი რეაქცია არ მქონია გამეცნია და სასაცილოდ მიმაჩნია. სიახლოვეს ყავს ისეთი ადამიანები, ვინც არასწორი ინფორმაცია მიაწვდეს ალბათ. დავით წეწვაძე სოციალურ ქსელებში მასზე გავრცელებულ ინფორმაციებსაც გამოეხმაურა. ეტვი გაჩნდაო? ხო. რო შეკრულიო იმათთან, რა? ერთ-ერთის თანახმად გორის ჰოსპიტალიდან ის ბენზინის გაფლანგვის მიზეზით გაათავისუფლეს, რასაც ის აბსურდს უწოდებს. ჩემი მანქანა დიზელის საწვავზე იყო და არა ბენზინზე. ეგ ცნობისათვის რო იცოდნენ, მე მომივიდა რაღაცა შემთხვევა ავარია, ანუ ჰოსპიტალის კუთვნილი მანქანით, რომელიც ჩემზე იყო მომაგრებული და მე ის მანქანა გავაკეთე და იმის გამო რომ მე რაღაც ეტაპზე ჩემი თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ ეს მანქანა დავამტვრია არასამუშაო საათების დროს, მე ეს მანქანა გავაკეთე, განცხადება დავწერე და წამოვედი მაგის საფუძველზე და ლიშენიაც კი მომცეს 3 წლიანი. ოქრუაშვილის მიერ დასახელებულ გორის მამებს შორის მოხდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი თემურ ნაუჭაშვილი, მეტსახელად ჟანგიანი, რომელიც ოქრუაშვილთან პირადად შეხვედრას აპირებს. თუმცა რატომ მოიხსენია კლანურ დაჯგუფებაში ოქრუაშვილმა ნაუჭაშვილს რაიმესთან დაკავშირება უჭირს. რას უკავშირებთ თქვენ? ნაუჭაშვილმა დიასთან რამდენიმე დღეში ვრცლად საუბრის პირობაც დადო. დიასთან სატელევიზიო კომენტარის გაკეთებას უახლოეს პერიოდში აპირებენ დანარჩენი პირებიც, რომლებიც ოქრუაშვილმა აღნიშნულ გადაცემაში დაასახელა. პირად საუბარში კი გორის მამების თემას არასერიოზულს უწოდებენ და ამბობენ, რომ პასუხებს ბრალდებებზე აუცილებლად მოითხოვენ. ოქრუაშვილის მიერ დასახელებულ პირთა შორის მოხვდნენ გორის სპორტული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დურგლიშვილი, მეტსახელად კოხტა და გორის საკონსერვო ქარხნის დირექტორის ვანო გოგლიძის ძმა, მეტსახელად კულას სოდის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე გოგლიძე. დასახელებულ პირებს გორელების ნაწილი არ იცნობს. წარმოდგენა არა მაქვს, ვერ გეტყვით ნამდვილად. კი გამიგია, მაგრამ ოქრუაშვილი ხა ყველამ ვიცით ვინც არის, მაგრამ დანარჩენები ნამდვილად არ ვიცი, უცხოა ჩემთვის, აი გვარები ნამდვილად არ ვიცი. ჟანგიანი რო ახსენეთ, ეგ ჟანგიანი ქალაქში წლის სისტემა ექსკავატორი აქვს და მაგისია, გაყვანა, გამოყვანა ყველაფერი. აი ეგ ვიცი რომ ჟანგიანი მაგას ქვია. ირაკლი ოქრუაშვილი ვიცი რომ აქ გორის რაიონში დაიბადა თუ აქა და ისე ეს პიროვნებები არ ვიცი გენეცვალე რა. ნამდვილად არ ვიცი. კულა გამიგია. საერთოდ ხა გორელი ხარ და სახელები კი გამიგია, მაგრამ პირადად არ ვიცნობ და რა საქმიანობენ ნამდვილად არ ვიცი. სახით ვიცი ჟანგიანი და კულა და ის დანარჩენები რა საქმიანობის აზრია. არა, ნამდვილად არ ვიცნობ. არა. შეხვდება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი კულას, კოხტას, კარაკას და ჟანგიანს, ანუ მის მიერ დასახელებულ გორის მამებს ეს ჯერჯერობით უცნობია. ყოველ შემთხვევაში ბრალდების ადრესატები პასუხებს პირადად ოქრუაშვილისგან ელიან. აი ჩამოთვლილი რაღაც კონტინგენტში ეხლა ნუ დამაყენებთ ეგრე რაღაც პლენტუსის დონეზე და დამაყენებთ რაღაც სხვა ვითარებაში, თორე დებატებს მე არ გავიქცევი.